ამ ორ ქართული ლეღვის ჯიშს არც ერთი არ შეედრება. სადაც კი ხარობს, ყველამ უნდა დარგას და გაახაროს. გუდა, ქართული გუდა, თეთრი, ანახე როგორია, თაფლივით არის. ძალიან კარგია და ეს ყველაზე ცნობილი ჯიში, ყველაზე საუკეთესო, ვისაც აფხაზეთში უცხორია, ყველა მიცის აფხაზური. ნამდვილი სოხუმურსაც ეძახის ზოგი, იქაურებს ახსოვთ ეს რა ჯიშია. თაფლია, თაფლი, აი გარედან რომ სკდება, გარედან რომ იბზარება. მწიფობის დროს ეს ის ჯიშია. ორივეს ნერგი გვექნება და სიამოვნებით მოგართმევთ. თუ კი ხარობს თქვენთან, ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ დარგავს ადამიანი. ძალიან კარგია, ძალიან საუკეთესო ჯიშებია. 20 ოქტომბრიდან გვექნება ლეღვის ნერგები. აი ნახე როგორ. ეხლა გავარჩევთ და მურაბას ისე მოვხარშავთ. საუკეთესო მურაბა გამოდის, არც ძალიან ტკბილი და არც ძალიან კარგი გამოდის. კარგი სქელი წვენი უკეთდება და სამურაბეთ არის საუკეთესო. რატომღაც აღმოსავლეთში ხმარობენ სამურაბეთ ჩიტ ლეღვას რო ეძახით, წვრილ ლეღვებს, ველურ ლეღვებს ნახევრად მყვახეს. არის რეზინივით ღეჭავ ვერ ღეჭავ. ჩემი ბებია ხარშავდა ამ ლეღვებს, ოღონდ გაფწკნილს. გაარჩევდა, დაჩხვლეთდა, ჩანგლით და ისე ხარშავდა, გამოდიოდა საუკეთესო. არაჩვეულებრივი ჯიშებია. საჭმელად ხო არის და სამურაბეთად საუკეთესო, ოღონდ გაფწკნილი. ნახე რა კაი. სასწაულია. გურიაში საუკეთესო საჭმელი ლეღვისგან აკეთებენ მურაბასაც. აღმოსავლეთში იციან ის რაღაცა ველური ლეღვი როა, ჩიტ ლეღვა. და მკვახეები რეზინივითაა სამურაბეს იმას რატო ეძახიან და რა მურაბა გამოდის იმისგან რეზინივით ვერ ღეჭავ.